მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2022 წელი ამოცანა ნომერი 29. მზის სინათლის სხივსა და ჰორიზონტს შორის კუთხეა 38 გრადუსიო. ჰორიზონტისადმი რა კუთხით უნდა დავაყენოთ ბრტყელი სარკე, რომ მისგან ალეკულირმა სხივებმა გაანათმოთ ვერტიკალური ჭის ფსკერიო, გეკითხებიან. კარგით, ესე იგი, შევხედოთ ჩვენ მოდით ამ სურათს, რა გვაქვს მოცემული. ახლა ეს არის სარკე, ხო? ბრტყელი სარკეა, როგორც გითხრეს. ეს არის სინათლის სხივი. და ეხლა რომელ კუთხეს გვეკითხებიან? ჩვენ გვეკითხებიან ჰორიზონტისადმი რა კუთხით უნდა დავაყენოთ ეს ბრტყელი სარკე. ესე იგი, საუბარი არის აი ამ კუთხეზე, ამ კუთხეზეა საუბარი. ეს მოდით ავაჩნოთ ალფათი, ხო? ხა გამომდინარე იქიდან, რომ ეს თლიანი კუთხე, ეს თლიანი კუთხე 90 გრადუსია, ეს კუთხე. შესაბამისად, ეს კუთხე ჩვენ ტოლი გამოვდის 90 მინუს ალფა. ამასთან ჩვენ ახლა აქ თუ დავუშვებთ ასე მართობს. გამომდინარე იქიდან, რომ დაცემული და ალეკვრილი სხივები ერთმანეთის ტოლი არის ბრტყელ სარკეზე. ეს კუთხე თუ იქნება ბეტა პირობითად, მაშინ ეს კუთხე რის ტოლი გამოგდის. ეს თლიანი კუთხე და ეს თლიანი კუთხე ერთმანეთის ტოლი არის. შესაბამისად, ეს ტოლი გამოგვივა ეს კუთხე, ამის ტოლი გამოგდის თლიანის, ანუ ბეტას პლუს 38-ის ტოლი გამოგდის ეს კუთხე. კი ბატონო, ახლა ამ კუთხეზე რო დავფიქრდეთ. გამომდინარე იქიდან, რომ დაცემული კუთხე, ანუ ეს კუთხე და ეს კუთხე ერთმანეთის ტოლია, შესაბამისად, ეს რამდენითაც არის გადაწეული ეს სხივი ამ ბრტყელი სარკიდან, ეს რამდენითაც არის გადაწეული. გამომდინარე იქიდან, რომ დაცემული და ალეკვრილი სხივები ერთმანეთის ტოლია, იგივე კუთხით უნდა იყოს ეს გადაწეული. ამით იმის თქმა გვინდა ჩვენ, რომ ეს კუთხეც ტოლი გამოგდის, აქ რაც არის 90 მინუს ალფასი, ხო? და ხო, აქედან რაღაც დაგვრჩენია, ეხლა თუ ეს არის 90 გრადუსი, ხო? და ეხლა მთლიანად თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს კუთხე გაშლილი კუთხეა, ხო? გამოგდის რა, რომ 90 მინუს ალფას, ანუ ამ კუთხეს, თუ დავუმატებთ ამ 38 გრადუსს, კიდე თუ დავუმატებთ ამ 90 გრადუსს და თუ კიდე დავუმატებთ ამ 90 მინუს ალფას, ჯამში უნდა მივიღოთ მთლიანი ეს გაშლილი კუთხე, რომელიც 180 გრადუსის ტოლია. და აქედან ალფა უნდა განსაზღვროთ. ეს 90 და ეს 180 ერთმანეთს გააბადილებს და რა დაგვრჩება -2 ალფას პლუს 128 ტოლი იქნება 0-ის, აქედან 2 ალფა ტოლი იქნება 128-ის, საიდანაც საბოლოოდ საძიებელი კუთხე ალფა ტოლი გამოგდის 128-ის 64 გრადუსის. ეს კი არის პასუხი E.